შინაგან საქმეთა მინისტრმა კი დიპლომატებთან 8 თებერვლის ინციდენტზე ისაუბრა. მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სამსახური უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სამართალდამცველებს მუშაობა არაჯანსაღ გარემოში უწევდათ. ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ სახელმწიფო დაცვის სამსახურმა დროულად არ მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირებამ და შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მხოლოდ საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი გამოიძახა. შეხვედრაზე მინისტრმა წარადგინა სქემასა და ჩანს თუ როგორ მოახერხა 2 საათიანი მუშაობის შედეგად პოლიციამ ალტერნატიული შესასვლელების ორგანიზება. ირაკლი ღარიბაშვილი პასუხისმგებლობას ინციდენტზე ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ მათ უარი განაცხადეს ალტერნატიულ შესასვლელებზე. მინისტრის ინფორმაციით, აქციაში მონაწილე კანონდარღვევი პირები უკვე დააკავეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი. სახელმწიფო დაცვის სამსახურმა დღის 3 საათისთვის მოითხოვა საპატრულო პოლიციის მხოლოდ ერთი ეკიპაჟის და რაიონული პოლიციის თანამშრომლების ადგილზე გამოცხადება. და არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ბიბლიოთეკის შენობის წინ ვითარები დაძაბვა ხელოვნურად იყო გამოწვეული. ასევე ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ მიუხედავად პოლიციის მიერ შეტანებული უსაფრთხო დერეფნებისა, რომელიც ჩვენ ახლა ვიხილეთ, ქალაქის მერმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა და მათმა თანხმდელო პირებმა დერეფნის გამოყენებაზე უარი განაცხადეს პრაქტიკულად.